ვიდეო შემხვდა ორი დღის წინ, ის კი არა რომ რაღაცა ასაკოვანი, პოლიტიკურად ანგაჟირებული, რაღაც გამოცდილი, განწყობები რო ჩამოყალიბდა. ვიღაცამ ხო შეიძლება თქვას, რომ თქვენ მხარდამჭერებს ავალებთ, რომ ეგეთები გადაიღოთ და რაღაცა და ეგ ვიდეო მართლა, რა ვიცი. აი გვაჩვენ. ვინ დაავალა ამ ბავშვს ახლა მაგის? ვერავინ დაავალებდა, თამაშიც არ არსებობს ასეთი მსახიობი რო თამაშობდეს. ახლა ჩვენ ქვეყანაში ვერ მითამაშია ნორმალურად, ამის დიდას შევეცი მართლა რა. ახლა ნახოთ ამ იმაში დოიჩი რა. ბოდიშით ლექსიკაზე, მაგრამ ნუ ბავშვი აღშფოთებულია და რა ყველაზე ხატოვნად გამოხატავს ეს ბავშვი ხალხის განწყობას. ამ თავის ეზოში ჩავიდა. ფეხბურთი ვეღარ ითამაშა. სათამაშო. თან როგორი რაღაცა იცი? ჩვენი ქვეყანა ხო ისეა, რომ ამ სამშენებლო კომპანიებმა ისედაც ბავშვებს სათამაშო ადგილები აღარ დაუტოვეს. აი რაც კი უბნებში პატარა ადგილი იყო, აი რა ამაგარი ადგილია რატოც არის, მოდი გლიჯოთ ერთი აქ корпуსი და მე ინდოელები და არაბები ჩავასახთ. აი გეგმა ხო ეგრე გამომიყურება. ეფექტური ბიზნეს მენეჯმენტი გამოყურება. თბილისის განაშენიანების გეგმა და მარტივია გეგმა, ცარიელი ადგილი იპოვე, რა საჭიროა, აბა ხო არ დავკარგავ ცარიელ ადგილს. სკოლას ზედმეტი ეზო აქვს. მართლა გეუბნები, აი პირდაპირ აი როგორია, იცი თბილისში რომ მიდიხარ, ის კი არა სკოლის ეზოები რო ჩამოაჭრეს, ეგ ცალკე საკითხია. სკოლები დაანგრიეს. და სკოლების ადგილზე აშენებენ, ხო და ბავშვს ხო აღარ დაუყოს ჩაგეჭრება. აგერ უცხოელი ინვესტორები ბჭყალებში ხო ჩამოგვისახლეს და საცხოვრებელი სივრცე მცირდება. ბავშვი სადაც შეიძლება მიაყვანო, ეგ არ არის, բայց შოთას თქმის არ იყო სკოლების და ბაღების ხარჯზე ჩადგეს და რაც არის დარჩენილი აი მოედანი ბავშვი ჩავიდა სათამაშოდ, იქ ჩავიდა და კულტურული მრავალფეროვნება დახვდა ადგილზე. ხო და ბავშვი შევიდა და სათამაშო ადგილი აღარ აქვს. გესმის? აი ის კი არა რომ იქ სადაც რაც დაუტოვეს. აი პატარა მოედანია დარჩენილი. თავის ეზოში. თავისივე ეზოში. ოღონ ის თავისი ეზო, ეგ შენი ეზო შენი იყო ადრე. გაიგე? სანამ შენი და შენ და შენი სამეზობლო ცხოვრობდით, მაგრამ ეხლა როგორი რაღაცა მოხდა, იცი? ყველგან გაჩნდა корпуსები. სადაც ცხოვრობს არაბეთი. ცხოვრობს რაღაც თურქეთი, ყველგან გაჩნდა корпуსები, სადაც ცხოვრობენ ინდუსები და აითვისეს მერე სივრცე. მდგომარეობა უკვე იქამდეა მისული, რომ ჩვეულებრივი ხალხში განწყობა ცალსახად ასეთია, რომ უკვე გაუსაძლის მდგომარეობას აღწევს. მაგრამ მაგის მიუხედავად არსებობენ მთელი რიგი აი ამისი გამართლებით დაკავებული ჯგუფები, რომლებიც ხელს უწყობენ აი ამ პროცესს, რომ ჩამოასახლონ და აი ეს ხელისუფლების ეს პოლიტიკა გაამართლონ რამენაირად და აი მართლა საინტერესოა აი რა შეიძლება ადამიანს რას იღებს ამის ფასს, რომ ასეთი რაღაცას ამართლებს. აი ის ბიზნესმენები, ვინც მაგას აკეთებენ და მერე ის ადამიანები, ვინც ამას ამართლებენ, თან ეს მოხდა რაღაცა რამოდენიმე წელიწადში, თვალსა და ხელშუა მოხდა ეს პრობლემა. კი, აქამდეც იყო, აქამდეც შესამჩნევი იყო და ამაზე გონიერი ხალხი ყოველთვის ვლაპარაკობდით, რომ ეს პრობლემა დაგვიდგება ამ თავრობის, ამ სისტემის, ამ იდეოლოგიის პირობებში, მაგრამ ეხლა აი რაღაც აქსელერაცია მოხდა, რაღაცა ძალიან სწრაფად, აი რაღაც დაჩქარდა ეს პროცესი და როგორი რაღაცა იცი, ყველაზე ძნელი, ყველაზე რთული და ყველაზე მძიმე საბრძოლველი არის ის სისტემა, იმ სისტემასთან ბრძოლა ძნელი, რომლის ფინანსური ინტერესია რაღაცა მავნებლობა. აი ეს ვიდეო ახლა რაც არის, ეს არის გადაღებული სამგორში და კიდე ამის ავტორმა მე კომენტარებში მოიწერა დამატებითი ახსნა და იმასაც წავიკითხე.
ხო, ანუ ნახეთ, ეს არის სამგორში არის რაღაცა უბნის სტადიონი პატარა, სადაც ინდოელები იქ რაღაც პაკისტანელები ვინ არიან გაუგებარია, მაგრამ ნუ აშკარად ან ინდოელები ან პაკისტანელები იქ თამაშობენ, ბეისბოლს თამაშობენ, თუ კრიკეტს თამაშობენ, გაუგებარ რაღაცას თამაშობენ, ბევრნი არიან, ძალიან და შეკრებილები არიან და დაკავებული აქვს ეს სივრცე და მე იგივე ამ ვიდეოს ავტორი კომენტარებში წერს მე გადავიღე ეს სამწუხაროდ ვერ მოვახერხე გადაღება შემდეგ მე და მამაჩემს მაგათთან შეკამათება მოგვიწია დილის 7 საათიდან იყვნენ მოსულები საღამოს 8 საათია თითქმის ბავშვები რამდენიმე საათი ელოდებოდნენ რომ ეთამაშოთ ძალით გავყარეთ არ გადიოდნენ ტურნირებს ვატარებთო ყოველ წელს მეთქი უბნებში კი არ უნდა ჩაატაროთ დაიქირავთ რამე სტადიონი რატომ აქეთ კიდევ იწელებოდნენ ასე რომ ძალიან დიდი პრობლემაა უკვე ანუ ეგრე კი არ არის ხალხო რომ ეგენი რაღაცას რო ითამაშებენ რაღაც ადგილს დაიკავებენ რაღაც სივრცეებს დაიკავებენ სადაც ადგილობრივი მოსახლეობის საარსებო სივრცე იყო ისე კი არ არის რომ მე რომ მიუთითებ რო იცი რა აქვს ჩვენ ცხოვრობთ და ჩვენი გარკვეული წესები გვაქვს და ისე ნუ მოიქცევით რომ დილის 7 საათიდან საღამოს 8 საათამდე სტადიონი რო დაიკავე და უბნის ბავშვების სტადიონი და ტურნირი გამოანცხადე ისე კი ნუ მოიქცევით რომ 1 საათი ბავშვებს აღარ ქონდეთ თამაშის საშუალება და ცოტა ბავშვებსაც დავუდგეთ ეგრე კი არ არის რომ მაგას მე თანდათან მარტივად გაგიტარებ თანდათან რა თქმა უნდა კაცო ეხა ჯერ ისეა რომ აი შემოსულები არიან და ზვერა ჯერ არიან ბოლომდე გარკვეულები არიციან თავის შესაძლებლობები არა აქვს ჯერ ბოლომდე გადგმული ფესვები, გამყარებული პოზიციები. ეს ძალიან სწრაფად მოხდება. გაჩნდება უბნები, საიდანაც ქართველები აი ესეთი რაღაცეების გამო ნელ-ნელა ვიღაცა იტყვის, რავი, აღარ მინდა კაცო, აქ ცხოვრება იმდენი ესენი დასახლდნენ, რომ ბავშვს და ცოლს გარეთ ვეღარ უშვებ და იმ უბნიდან ქართველები დაიწყებენ სახლების გაყიდვას და სხვაგან გადასვლას. ესენი რომ მიხვდებიან, რომ აი მან ჩდება უკვე ეგეთი გარემო, ესენი დაიწყებენ პირიქით იქ ყიდვას და რაღაცა ლოკალური ესეთი ანკლავი გაჩნდება რა. ადგილი, სადაც ძირითადად ესენი უმრავლესობაში არიან. მერე მაგის შემდეგ მოხდება ეგეთი რაღაცა, რომ იქ უკვე ქართველის შესვლა იქნება საფრთხის შემცველი. ისინი ქმნიან თავის ეთნო-კულტურულ და რელიგიურ ერთობებს იქ, სადაც არის ეგეთი უბნები, სადაც ადამიანები იბადებიან და ცხოვრობენ ისე, რომ რა ქვეყანაში ცხოვრობენ, იმ ქვეყნის ენას აღარ სწავლობენ უკვე. ის მერე ხდება ხოლმე ტრეფიკინგის, ნარკოტიკების, პროსტიტუციის ცენტრები, იმიტომ რომ სადაც პოლიცია ვერ შედის და კონტროლის მიღმა არის, ეგეთი რაღაცები აქტიურად ხდება ხოლმე და მერე მაგისი ფინალური აკორდი არის ხოლმე ეგეთ ადგილებში მერე რადიკალური ტერორისტული განწყობების მქონე უჯრედების ფორმირებაც ხდება და ევროპაში რაც მოხდა ბევრჯერ უკვე ზოგან მეტრო ააფეთქეს, ზოგან ვიღაცა სატვირთო მანქანით საახალწლო ბაზრობაში შევარდა რაღაც მიუნხენში ჯგუფურად ახალ წელს თუ კელნში ქალები გააუპატიურეს რამდენიმე ათეული ეგეთი რაღაცები რომ დაიწყება აქ მერე ვიღაცები გამოვლენ და შეშფოთდებიან რომ ვაიმე ეს რა ხდება და ყველაზე მეტად იცი რაზე ინერვიულებენ ამან აქ არ ანტიმიგრანტული განწყობები არ გააჩინოს მოდი მაგაზე აქცენტი არ გავაკეთოთ ვინც ეს ყველაფერი გააფუჭა ვინც დააშავა ვის გამოც ეს სიტუაცია დადგა იმას პოლიტიკური ამოცანა უჩნდება რომ ეს მიაჩუმატოს და ეს პირიქით ისე დააყენოს საკითხი რომ არ არსებობს ეგ პრობლემა იმიტომ რომ როგორც კი ეს პრობლემა აშკარა ხდება ყველასთვის მაგაზე პოლიტიკური ფასის გადახდა უწევს ეხლა ჩვენ რა ვიდეოებსაც ვნახულობდით შეიძლება ვიღაცას ეგონს რომ იცი რა ორი სტადიონი აჩვენეთ თქვენ და ალბათ მაგორ სტადიონზე მოხდა რაღაცა და ეგ არ არის მასიური პრობლემა. მოდე კიდევ ნახოთ აი რაღაც ორი არა სტადიონი. არა აი სტადიონს ვაჩვენებ ჯერ იმიტომ რომ აი რაღაც სტადიონებიც არ იცლება გესმის სტადიონების არა სტადიონებსაც ვაჩვენებ. რა ყველანაირი ვიდეოებია საგიჟეთად იქცა უკვე ეს რეალობა. ისა ვაჟაფშაველას გამზირი მეტრო დელისის პირდაპირ დილა ათის ნახევარია აი ახლა ახლა მანძილზე ვდგევარ და მაგათი სუნი აქაც მოდის
აყრულდა თბილისი, აყრულდა თბილისი, შეხედეთ რა. ვეხართ მოღალატეები. გასამართლებით. ვინც ამას აკეთებს, ყველანი გასამართლებით. არ შეგრჩებათ ეს ქართველებისგან. აი ეს სიმყარალე, რაც შემოიტანეთ თქვენ საქართველოში, აი ეს ღალატი, აი ეს გამყიდველობა, ხო? რა ფული აიყეთ ამისთანა? რა ფული აიყეთ? ესე რომ გაყიდეთ სული. ძალიან სვეცკი ხოხობზე ადრე თბილისელები რო ხართ. პროვინციიდან ჩამოსული, აი სოფლელებს რო ვერიტანდით რა. სოფლელები რო არ შეგეძლოთ. შენი თანამოძმე ქართველი, რომელიც უბრალოდ თბილისში არ დაიბადა, რავი, საქართველოს სხვა რეგიონში დაიბადა და იმას რო ვერიტანდი. მასთან ერთი ჰაერის სუნთქვა რო გეპაზორებოდა თქვენი ტერმინოლოგია რო გამოვიყენო. ამაზე რატო გაქვს ჩაგდებული? შენ თანამოძმეზე არ უნდა გქონდეს არანაირი პრობლემა. მაგრამ მაგაზე გქონდათ. და ესენი რო ჩამოგისახლეს, მაგაზე არა, ოცნება როგორ შეიძლება, ოცნება ყველაფერს კარგად აქვს. აი, იმ თავის სნობიზმში, იმ თავის არასწორ მიდგომაშიც კი აფირისტები რო არიან ბიჭო. აი, ყავს მართლა ეგეთი ფენა რა. სნობი ზემოდან რო უყურებს ყველას და აი მაგ თავის სნობიზმშიც კი არათანმიმდევრული ჩათვლახები არიან რა. ჩვენ კონსერვატორებს და ეროვნულად მოაზროვნე პატრიოტებს საქართველოში ორი მტერი ყავს. ერთი არსებული სისტემა ხელისუფლების სახით, ვინც კომერციულ ინტერესს ხედავს ამ ყველაფერში და მეორე ლიბერალები, რომლებსაც იდეოლოგიურად უყვართ ეს, რა ვიცი, ეს რაღაც, არ ვიცი, რითი აიხსნება ეს მათი სექსუალური პერვერსიებით თუ რაღაც მენტალური პრობლემებით, რატო უნდა გინდოდეს შენი ქვეყანა გადააქციო ბანგლადეშად? აი, მთელი პოლიტიკური პროცესიც მაგას გამოხატავს. პოლიტიკურ პროცესს რო გადავხედოთ, რა ხდება? დარბის ეს ოპოზიცია დარბის ევროპას გაიძახის, რაღაცა სისულელებს, ბიბზე დაატარებს, მოსახლეობის ყურადღება გადატანილი არის ჰაერის ზანზარით არიან დაკავებული. მეტი არაფერი და ამ დროს რეალური პრობლემა, რასაც ახლა ჩვენ გაჩვენებთ, ამაზე ყურადღებას არის მაქსიმალურად მიჩუმათებული. ამაზე ხმას ვიღებთ ჩვენ და დანარჩენი პოლიტიკური პროცესი არის ეს ოცნება დარბის ნაცებს დასდევს, ეს ნაცები გამოვარდებიან და ევროპაში შედიან და ხალხს თან არჩუნდებიან და აი ასეთ სისულელეებს გადაყვა ეს ქვეყანა. სინამდვილეში აი მთელი უბედურება რა არის? და ოცნების დაქირავებული ტიპები კიდე ჩვენ გვიტევენ, რომ მაგაზე რატო ლაპარაკობთ, ეგ არ არის პრობლემა. საქართველოს სახელმწიფოს ტერიტორიების გაყიდვა. ეგ არის მთელი ბიზნესი. მეტი კი არაფერი არ ხდება, მან რაღაცა რამეს კი არ ვაწარმოებ. რაღაცა კი არ მოიგონეს ამათმა, გაყიდეს. აი კიდევ აჩვენეთ მოდი ვიდეო. ხო, აი აჩვენეთ სხვა უბნები, სამგორი იყო, დელისთან იყო. ისანი, ხა ისანში გადაღებული შემდეგი ვიდეო. არის ჩინელების ეგრუება? ნერვესტადი ვარ იმდენად. მე არ ვიცი ეს რა ხდება. არა, ბევრი არიან. გეტო. თითიდან გამოწოვილი პრობლემა, ხო? არა, კაცო, არაფერი, მაგრამ მოიგონთ, არა, ეს სტუდენტები არიან. რა ვიცი, ხალხო, სტუდენტები დაიკავებენ სათამაშო მოედნებს, არჩენს სებოსილს და სტუდენტის სტატუსით მოხდება ეგ თუ არ ვიცი. საერთოდ მიგრაციის ერთ-ერთი მთავარი წყარო, აი როგორ საგინა ჩასვლა და იქ დამკვიდრება, ხო? და რაღაცა მექანიზმი რო იქ შესვლის და ლეგალურად ფეხის მოკიდების საშუალება გაგიჩნდეს. აი მაგალითად ქართველები როგორ ცდილობდნენ წასულიყვნენ სადმე, არა მარტო ქართველები, აფრიკელები როგორ ცდილობენ, აზიელები როგორ ცდილობენ ევროპაში ჩასვლას, ვისაც უვიზო არ აქვს, ან ამერიკაში ჩასვლას. სასწავლებელი ვიზებით ჩადიხარ, იქაურ
მიგრანტების რაღაცა სივრცეში გაერევი, ვისაც უკვე ფეხი აქვს მოკიდებული, ნახულობ მათი დახმარებით რაღაცა სამსახურს, იგებ რომ მე ამ სამსახურის საშუალებით იქ შრომით იმიგრაციით შეიძლება დარჩენა, ანუ ვინმეს გულს კი არ მოეშვას თუ გაიგებს რომ აქ ვიღაცა სასწავლო ვიზიტ არის შემოსულ სასწავლო ვიზიტ შედინება ერთ-ერთი მთავარი მექანიზმია მათ შორის ქართველები ქვეყნები ჩვენ ხო ვიცით ხა ქართველები ევროპაში ემიგრაციაში რომ მიდიან ერთ-ერთი ყველაზე აქტიური მექანიზმი ეგ არის ნუ ევროპაში ჩვენ ახლა ვიზო გვაქვს ახლა მაგრამ სანამ არ ქონდა ერთ-ერთი აქტიური მექანიზმი რითიც შეგეძლო აი ეს რაღაც ბარიერები გადაგელახა შიგნით შეგეღწია იქ რაღაცა პერიოდი თავისუფლად ოპერირება შეგძლებოდა იმისთვის რომ დამკვიდრებულიყავ ხო არ არის ეგრე ხო არ არის რაღაცა ტურისტული ერთკვირიანი ვიზით რო ჩახვედი ვერ ასწრებ ოპერირებას იმისთვის რომ მოიკიდო ფეხი ხო კიდე ერთი ვიდეოს ჩვენება მინდა აი ქცევას რაღაცა კულტურას ასე გარემოში დამკვიდრებულ წესებს აი ეგ თან რატო იცი ბევრი კითხვა სვავს რომ კონკრეტულად ამათზე რატო ნერვიულობთ უფრო მეტად ვიდრე ვიღაცა სხვა ხალხზე რომლებიც ასე კაცო მარტივად ბიჭო აი მათ შორის არის ეს არის ხალხი რომელიც აქ რო ჩამოდის კულტურულად იქცევა და ხალხს არ აწუხებს ისიც პრობლემაა და ზუსტად ეგრევე პრობლემა თვლი რომ რუსი იქნება უკრაინელი თუ ბელორუსი ეგენიც ბევრი რო ჩამოდიან მასიურად ეგეც პრობლემაა მაგრამ ეს უფრო მეტი პრობლემა რატო ხდება მაგისი ვიდეო გახსნაც მოვახდინოთ მოდი რა Why are you taking our videos, man? Exactly. Why are you since a long time? Why are you doing it? Fuck you. ანუ როგორი თემაა იცი ისე კი არ არის ხალხო რომ კულტურული ფონით და წესებით იგივენაირი იქნება ჩვეულებრივად აი სანაგოეთ გადაიქცევა აურობა აი როგორც კრიმინალურ არიზი ნახევრად ტერორისტულ გეტოდ სადაც თან ვინმე კაცო კონფლიქტზე უკან კი არ დაიხევს ეხა ჯერ ისე დგას საკითხი რომ ჯერ უყურებენ აქ ხალხს ძალა მეტი აქვს ჯერ ნაკლები ვართ ძალებს ზომა ძალებს ზომა უკრაინელებს ხო არ იქცევიან ჯო ნახე როგორ რაღაცა უკრაინელების და რუსების და გერმანელების და არც შვეიცარიელები რო ჩამოდიან მე საერთოდ ჩვენი პოზიციაა რომ საიმიგრაციო პოლიტიკა გასამკაცრებელია ყველას მიმართ და აქ ადგილობრივების მეტი მოქალაქეობა საერთოდ ვერ უნდა იღებდნენ ვერავინ ვინც იყვნენ საქართველოს მოსახლეობა ეგ მაგაცე უნდა იყოს მოქალაქეობა და ან ქართველი რომელიც ემიგრაციაში წავიდა და ეხლა დაბრუნება უნდა რეპატრიაცია ხდება იმასაც უნდა მისერა აუცილებლად ეგ არის ადგილობრივი აქაურები რეალურად ან მისი შვილი საქართველოს შვილი რომელიც დაიბადა სადღაც ამერიკაში ინგლისში და დაბრუნდა აქაურია და მაგათ უნდა ვაძლევდეთ აუცილებლად მოქალაქეობა. მაგრამ მაგის გარდა მიმაჩნია რომ არავის მოქალაქეობა არ უნდა ეძლევდეს. მაგრამ იმაზე რატო ისევე არ ნერვიულობ, ან ისიც ხო ისეთივე სანერვიულოა, ხო? სანერვიულო არის, ოღონდ ისეთივე არა. ახლა აქ რო რაღაცა რაოდენობით გერმანელები იყვნენ. იგივე რაოდენობის პაკისტანელი უფრო დიდ პრობლემად მიმაჩნია, ან თქვათ ინდოელი, არაბი აფრიკელი, იმიტომ რომ კულტურული შეუთავსებლობა, განსხვავება კულტურული და საფრთხე, რომელიც ამ განსხვავებიდან მომდინარეობს, უფრო დიდია. და მანდიდან გამომდინარე, კი, ზოგადად მასიური მიგრაცია, რომელიმე ქვეყნიდან თუ იგულისხმება, ეგ ყველა შემთხვევაში პრობლემაა, ოღონდ მასიური მიგრაცია როცა ხდება ქვეყნიდან, სადაც მეგაპოლისის ქუჩებში, ხალხის ცავსე ქუჩაში მოსაქმება რო ნორმის ფარგლების რაღაც კულტურულ ფენომენია, აი მაქიდან მასიური მიგრაცია
უფრო მეტ კულტურულ შეუთავსებლობას რო აჩენს, მაგას რო ადამიანი ვერ ხვდება, ის არის დებილი. ანუ აი ყველა ქვეყნიდან მასიურ დიდი მასშტაბის მიგრაციის მოწინააღმდეგე ვარ, უბრალოდ 1000 იაპონელი ჩამოვიდა ქვეყანაში, უფრო ნაკლებ პრობლემაა, რა თქმა უნდა, ვიდრე მაგალითად 1000 სირიელი, რომელიც ISIS-ის პოტენციური ყველას ესმის, ეხლა რაღაც დებილობას რატო კითხულობს ეს ხალხი, ყველას ესმის, რომ რაღაცა რეგიონებიდან, სადაც კულტურული შეუთავსებლობა არის მაღალი და კონფლიქტის საფრთხეები არის მაღალი და ის ხალხი კი არა თუ არ ინტეგრირდება, შეიძლება მტრებად აღიქვავდეს, შეიძლება რა აღიქვას მტრებად. მოდი სვანდა პოლიტკორექტულად. კიდე უფრო გავამარტივო და პრაქტიკულ მაგალითს მოვიყვან. აი ქართველებიც ათასობით არიან გასულების საზღვარგარი. მილიონობით. ხო. მათ შორის კომპაქტურად ცხოვრობენ სადღაც, ხო? საბერძნეთში, იტალიაში, საფრანგეთში, ესპანეთში, ამერიკაში. კაცის შვილს არ გაუგია ქართველების უბანი, სადაც პოლიცია ვერ შედის, იქ ქალებს აუპატიურებენ, კრეკს ყიდიან, ტერორისტული დაჯგუფებებია, რაღაცა ერთმანეთს კლავენ, ხოცავენ და ასე შემდეგ. ეგეთი ფაქტი არ ხდება. ეგეთი ქართული უბანი არსად არ არის. არ არსებობს. მაგრამ მოროკოელების უბანი, არაბების უბანი, ალჟირელების უბანი, პაკისტანელების უბანი, სადაც ეს ყველაფერი ხდება, არსებობს. ესე იგი რაღაცაში ყოფილა საქმე, რაც აი ამ ადამიანებს ეგეთი რაღაცა ქცევის მოდელს უქმნის. და ეგ არის კულტურა, რომელიც შეუთავსებელია ევროპელებს, ქრისტიანულ იმებში გარემოში გაზრდილ მოქალაქეებს შეიძლება თავისი პრობლემები ქონდეს, მაგრამ რაც ჩამოვთვალე, მაგით არ გამოირჩევიან. ამიტომ ცხადი ახლა ჯერთი არავინ არ მინდა რომ რაც შოთა მაგნიშნა, მაგრამ თუ არჩევანი მაქვს, ვინ ჩამოსახდეს, ან რაღაც აი გჭირდება 1000 მუშახელი. მე მირჩევნია, რა ვიცი, 1000 სლავი ჩამოვიდეს, ან ევროპელი ჩამოვიდეს მუშახელად, ვიდრე 1000 პაკისტანელი.